მეც მოგესალმებით. ნუ არ არის ეს ჩემთვის პირველი. მანამდე კიდე 10 დღე მომიწია ყოფნა და ეხლა სხვათა შორის შვიდში უკვე ველოდები სასამართლოზე ვარ დაბარებული და რაღაცა ახალი ცხოვრების სტილია. შევდივარ, გამოვდივარ და ამაში არაფერი არ არის დამთრგუნველი, ჩემთვის ვარჯიშობ ხოლმე ძალიან ბევრს კითხულობ წიგნებს, ფიქრობ რა ხდება, როგორ ხდება, ეხლა სიმართლე გითხრათ, რომ გამოვიდით, წარმოდგენა არ მაქვს რა ხდება, პირველი რაც ვქენი ჩაგერთეთ და ნუ არ ვიცი, იმედია რომ გრძელდება პროცესები, იმედია რომ დიქტატურას არ ვანახებთ არც ერთ უკან გადადგმულ ბიჭს და ბრძოლა ბოლომდე რა. კოკო, თუმცა ეს ფაქტობრივად ყველა ვინც საპატიმრობს ტოვებს, ამბობს რომ არ აპირებს პროტესტის შეჩერებას. თუმცა ჩვენ უკვე გვაქვს გზის გადაკეტვის გამო, სისხლის სამართლის წესით დაწყებული გამოძიებები, გზის გადაკეტვის გამო 61 წლის ზურაბ მენთიშაშვილი, მათ შორის საპატიმროში ციხეში გაუშვეს. რა უნდა იყოს მთავარი წინააღმდეგობა, რომელსაც საზოგადოება ამ ყველაფრის წინააღმდეგ გასწევს, გულისხმობ კანონებს და პროტესტის გამოხატვის კრიმინალიზებას ქართული ოცნების მხრიდან. ხო, მე მგონია რომ ძალიან მარტივად არის მან საქმე რა. მე მგონი დროა უბრალოდ რომ გამოფხიზლდეს ხალხი, ამდენი ადამიანი დაიჭირეს უკვე, რა ვიცი, თავს მოგვახვიეს რაღაც საშინელი უაზრო კანონები, რომლის მიხედვითაც ნებისმიერი სახის პროტესტის გამოხატვა უკვე ისჯება პატიმრობით და განმეორების შემთხვევაში სისხლის სამართლის დანაშაულად ითვლება და ამანაც თუ არ გამოგაფხიზლათ, მე აზრზე არ ვარ, რა მოგიწოდოთ. უბრალოდ მე ზუსტად ვიცი, რომ რუსთაველზე ეხლა დამხვდება ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი, რომელიც მგზად არის, რომ ყველაფერი დათმოს საიმისოდ, რომ არ გავრუსდეთ და თქვენი ნებაა, თუ გამოხვალთ იმდენი, რომ ჩვენ აღარ მოგვიწიოს ისევ სისხლის სამართლით შებრუნება და ჩვენ წინააღმდეგ პროკურორმა აღარ თქვას, რომ არასაკმარისი რაოდენობა იყავით და ამიტომ კანონდამღებებად ითვლებით, ხო, მაშინ გელოდებით ყოველ დღე საღამოს რუსთაველზე, როგორც ყოველთვის რა. გონია რომ უბრალოდ ერთიანობა თუ გადაგვარჩენს, თორე ესე უფრო და უფრო მძაფრდება რა, მათი მიდგომა ჩვენ მიმართ და სადამდე მივალთ დაახლოებით ყველას წარმოუდგენია უკვე მე მგონი დროა გაიღვიძოთ რა. რა არის მიზანი, რომელიც აქვს ქართულ ოცნებას ამ სადამსჯელო კანონებით, რომელსაც ის ყოველდღიურ რეჟიმში იღებს. ერთის მხრივ ეს არის პროტესტის ჩახშობა, თუმცა მეორეს მხრივ კითხვის ნიშნის ქვეშ აყენებს ევროპულ მომავალსაც, ხომ ასეა? კი ბატონო, რა თქმა უნდა, ევროპულ მომავალსაც და ანუ რაღაცა ამ პროტესტის დემონიზება ხდება უკვე დიდი ხანია და ნებისმიერი სახის წინააღმდეგობა ითვლება რაღაცა, არ ვიცი, ანტიქართულ ქმედებად და არის პროპაგანდა აკეთებს იმას, რომ შეიძლება იყოს ჩუმად, არავითარ შემთხვევაში არაფერი არ უნდა გააპროტესტო ჩვენ წინააღმდეგ. ყველაფრის თქმა შეიძლება, მაქსიმალურად ცდილობენ რომ მარგინალიზება მოხდეს ამ ხალხის და ის რაც რეალურად ხდება და სოციალური პრობლემები და მაგალითად მაღაზიაში შედიხართ და ყვითელ ფასებს უყურებთ, მხოლოდ მაგასაც ვაპროტესტებთ ყოველ დღე. ანუ ხალხს უბრალოდ გონია რომ ვიღაც, არ ვიცი, ნაცები დგანან მხოლოდ ან NGO-შნიკები და ეგ არის და ეგ. ამ დროს ყველანი ვისაც გვეშინია იმის რომ გავრუსტებით და ნელ-ნელა ეგ პროცესი დაძრულია და ხვდები რომ ძალიან ცოტაღად დარჩა, არ ვიცი, პროცესი დიდი ხანია, მიდის დიდი ხანია ეს პროპაგანდა ჩვენ წინააღმდეგ მიმდინარეობს და ხო, უკვე დროა რომ რაღაცნაირად გამოვფხიზლდეთ და ერთად დავდგეთ, თორე ესე თითო-თითოდ ყველას დაგვიჭერენ და იჭერენ კიდევაც ეხლა ციხეშიც შემომდიოდა ინფორმაცია, რომ ყოველდღე ადამიანებს აპატიმრებენ და გაგრძელდება, რა ვიცი, იქამდე სანამ პროტესტი ბოლომდე არ ჩაწყდება, მათი წარმოდგენით, მაგრამ სანამ მე ჩემი მეგობრები, თუნდაც მამაჩემი, თუნდაც არ ვიცი, მისი მეგობრები იქ რუსთაველზე მდგომი ადამიანები ვართ, მგონია რომ ეგ პროტესტი არ შეწყდება და რაღაცას მოვიფიქრებთ რა, რაც არ უნდა შეგვავიწროვოთ, ჩვენ მაინც მოვიფიქრებთ ერთი ნაბიჯით წინ ვიქნებით სულ რა. მადლობა უსმენდით კოკო მიქაიას, რომელმაც